77 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიას შორის კონსულტაციები გრძელდება. პოლიტიკურ ჯგუფებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატების შერჩევა სურთ. საუბარია მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატზეც, თუმცა გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ამ პოზიციაზე არც გიორგი გახარია და არც ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ განიხილებიან. ამ თანამშრომლობის ფონზე ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება, არჩევნებში მონაწილეობისთვის ორივე პარტიას მკაცრად აკრიტიკებს, რაც შეეხება მმართველ გუნდს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ 63 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ნათია ქენქაძე გვიერთდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. ის რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნება, დღეს კიდევ ერთხელ ოფიციალურად განაცხადა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარემ ეს განცხადება გააკეთა საგანგებო ფორმატში საკრებულოს წევრებთან ერთად და როგორც თავად აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 378-ვე წარმომადგენლის სახელით მსგავსი ღონისძიება, როგორც ცნობილია, გუშინ ჰქონდა კოალიციას ცვლილებებისთვის, აქაც საკრებულოს წევრები იყვნენ წინა პლანზე და დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ პარტიის გადაწყვეტილებას არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ. დღეს ეს პარტიები იმყოფებოდნენ აქციაზეც, რომლის ერთ-ერთი გზავნილიც არის სწორედ წინააღმდეგობა და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ და არც დღეს დაუშურებიათ ლიდერებს კრიტიკა თუ სინანული იმ კოლეგების მისამართით, რომლებმაც საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ეს პარტიები გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ, ისინი განაგრძობენ სამზადისს. გახარია საქართველოსთვის და ლელო მას შემდეგ, რაც გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე შემდგომი ეტაპისთვის ემზადებიან, რაც როგორც აღნიშნეთ, გულისხმობს ერთიანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევას. დღეს ისინი არ შეუერთდნენ აქციას, მიუხედავად იმისა, რომ ლელოს არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული, რომ პროტესტსა და წინააღმდეგობაში ის იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები არის ერთი გეგმის ორი ნაწილი, გეგმის, რომელიც მათი მტკიცებით არა საქართველოში, არამედ უცხოეთში არის დაწერილი. ისინი ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს და ამ გეგმის ავტორებს სურთ, რომ მოიგონ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ორივე ნაწილის გული, მათი, ვინც არჩევნებს ემხრობა და მათით, ვინც ბოიკოტს უცხადებს მხარდაჭერას, თუმცა ამის მიუხედავად ისინი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებში მარცხს განიცდის. არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ზოგმა სამწუხაროდ ვერ გაუძლოთ სტუნებას. სამწუხაროდ ვერ გაუძლოთ სტუნებას მათ შორის ზოგმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ. მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც, ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად აწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი, პრინციპულობა მნიშვნელოვანი, თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი და ეს ადამიანები, ვინც რეგიონებში ქმნიან, ასე ვთქვათ, ნაპერწკალს წინააღმდეგობისა და პოლიტიკისა, საერთოდ უარს ამბობენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კრიმინალურ არჩევნებში. ეს არის მძიმე შეცდომა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გადაწყვიტა რეჟიმთან თანამშრომლობა. რეჟიმთან თანამშრომლობა ნიშნავს გარდაუვალ მარცხს. ჩვენ ლელო ძლიერმა საქართველომ ვარჩიეთ აქტიურ ბრძოლაში ჩართვა და სწორედ ამ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებსაც ვიყენებთ როგორც ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტს. მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრობის გათავისუფლების, რა თქმა უნდა, იდგა დღის წესრიგში, დგას და მომავალშიც იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია, რაც არ გულისხმობს უმოქმედობას და პასიური მდგომარეობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ მუნიციპალური არჩევნები და მივიდეთ ქართული ოცნების მხარდამჭერ თითოეულ ოჯახში, დაველაპარაკოთ თითოეულ ადამიანს და კიდევ ერთხელ დავანახოთ ქართული ოცნების რეჟიმის ნამდვილი სახე. ჩვენ ვაპირებთ უკვე ახლა პარტია ლელოსთან ერთად, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოს მუნიციპალურ არჩევნებში და ძალიან მოხარულები ვართ ჩვენ ამ თანამშრომლობის და კოორდინაციის, უკვე მათთან ერთად შევთავაზოთ საერთო
პლატფორმა იმ ადამიანებს, ინდივიდებს, ვისაც აქვს სურვილი და აქვს мотиваცია ბოლომდე იბრძოლოს ქართული ოცნების რეჟიმის დასამარცხებლად. სულ რომ ერთად დაეწყონ, სულ რომ 4-ვე პარტია ერთად გამოვიდეს და ერთიანი კანდიდატი დაასახელოს მაგალითად თბილისში, ჩვენ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მით უმეტეს ხედავთ, როდესაც რა ტიპის ბულინგი მიმდინარეობს კოლექტიური ნაცმოძრაობის შიგნით. ეს არის განპირობებული იქიდან, რომ რეალურად არ იციან რა გააკეთონ, ელოდებიან დირექტივას, შემდეგ, როდესაც ვინმე იტყვის, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხდება ამ ადამიანის ამ პოლიტიკური ჯგუფის პარტიის კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფის ბულინგი. უნდათ რომ რამოდენიმე ფრონტით შემოუტიონ ქართული ხალხის არჩევას. პირველ რაღაც ნაწილს ორ პარტიას უთხრეს, რომ თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. დანარჩენებს უთხრეს, რომ თქვენ დარჩეთ ქუჩაში. პატრონი ერთია, სცენარი ერთია. ეხლა რატო აგინებენ ერთმანეთს? ესეც ძალიან მარტივია. არ გეგონოთ, რომ რაიმე სპეციალური დირექტივა გახდებოდა საჭირო, რომ ერთმანეთს აგინეთო. უბრალოდ ერთმანეთს აზრის გამოთქმის თავისუფლება მისცეს. ამ ხალხს იმდენად ეზიზღება ერთმანეთი და იმდენად ეჯავრება. წინა წლების მათ დამოკიდებულებას გადახედეთ, მეტი არაფერი არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა უთხრა, რომ ილაპარაკე, რასაც ფიქრობ და დამთავრდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება, დაახლოებით 2 კვირაში ამოიწურება ვადა მონაწილეობის მსურველი პარტიებისთვის, რომ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით და უკვე საბოლოოდ გაირკვევა თუ რა კონფიგურაცია იქნება 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე. მადლობა ნათია, ქენქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.